მოგესალმებით მეგობრებო. მე ვარ ნინი, მენტალური ზრდის აკადემიის მენტორი და დღეს განვიხილავთ ჩარლზ ენელის სურვილების ასრულების მასტერ გასაღების რიგით მესამე გაკვეთილს. მესამე გაკვეთილი, რომლის სათაურიც არის გააცნობიერეთ თქვენი მენტალური რესურსები, პირდაპირ გვეუბნება იმას, რომ აზრის ძალას არანაირი შედეგი არ აქვს მაშინ, როდესაც გონება არ არის გაწვრთნილი. სურვილების ასრულება რომ მარტივად მოხდეს, ძალიან მნიშვნელოვანია შეგვეძლოს კონცენტრაცია, აღმოვაჩინოთ თუ როდის არის ჩვენი გონება გაფანტული და გავაანალიზოთ თუ რამდენად რთულია გონებისთვის ერთი ფიქრის არჩევა და იმ ფიქრზე ყურადღების შეჩერება. მაშ დავიწყოთ. შესავალი. თუ თქვენ უკვე გაიგეთ, რომ ინდივიდუუმს შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს სამყაროსეულ გონზე, ხოლო ამ ქმედებისა და ურთიერთქმედების შედეგი არის მიზეზი და შედეგი, აზრი არის მიზეზი, ხოლო გარემოებები, რომლებსაც ცხოვრებაში ვეჩეხებით, შედეგი. ამიტომ უარი თქვით წარსულ ან არსებულ გარემოებებზე წუწუნის ყოველგვარ მცდელობაზე, რადგან მათი შეცვლა და ისეთებად ქცევა, როგორიც თქვენ გინდათ, თქვენივე ამოცანაა. შესავალ ნაწილში ავტორი გვესაუბრება იმაზე, რომ რაც ჩვენ ცხოვრებაში ხდება, ის გარემოებები, რომლებიც თუნდაც ჩვენ არ მოგწონს, ჩვენი ფიქრების შედეგია. შესაბამისად, თურმე ყველა შედეგი, რომელიც დღეს ჩვენს წინაა, გამოწვეულია ჩვენს გონებაში გაბატონებული ფიქრების ხარისხით. ავტორი მიგვითითებს, რომ უარი ვთქვათ წუწუნის ყოველგვარ მცდელობაზე, არ ვიწუწუნოთ არც წარსულზე, არც არსებულ მდგომარეობაზე, რადგან იმ გარემოებების შეცვლა, რომელიც ახლა არ მოგწონს, ჩვენი პირველი ამოცანა უნდა იყოს. ხოლო თუ ჩვენ გონებას დავაკავებთ ისეთი რაღაცეებით, როგორიც არის წუწუნი, წარსულზე ღელვა, მომავალზე შფოთვა და ასე შემდეგ, ჩვენი მთავარი ამოცანა ახალი ცხოვრების შექმნა ყურადღების გარეშე დაგვრჩება. თქვენი ძალისხმევები მიმართეთ მენტალური რესურსების რეალიზაციაზე, რომლებიც ყოველთვის თქვენს განკარგულებაშია. ხბადებს ნებისმიერ ნამდვილ და მუდმივ ძალას. ნაცვლად იმისა, რომ ვიწუწუნოთ, მთელი ძალისხმევა უნდა მივმართოთ იმ მენტალური რესურსების გამოყენებაზე, რომლებიც ყველას თანაბრად გვაქვს. დაჟინებით გააგრძელეთ ვარჯიში. სანამ არ გააცნობიერებთ, რომ თუ გესმით თქვენი ძალა და დაჟინებით მისდევთ სწორ მიზანს, მისი მიღწევა შეუძლებელი არ არის. გონების ძალები ხომ ყოველთვის მიზანმიმართული ნებისყოფის განკარგულებაშია და მზად არიან დაიწყონ აზრისა და სურვილის ქმედებაში, მოვლენაში და მდგომარეობაში ხორცშესხმა. ავტორი გვახსენებს, რომ არ შევწყვიტოთ ვარჯიში, გავაგრძელოთ მუშაობა საკუთარ თავზე და თან გვახსოვდეს, რომ როდესაც ნებისმიერი ქმედება არის მიზანმიმართული, სამყარო გადაეწყობა ისე, რომ ჩვენს ცხოვრებაში მოიზიდოს ის გარემოებები, რომლებზეც მივმართეთ ყურადღება. ვინაიდან ნებისმიერი საციცოცხლო ფუნქციის და თითოეული ქმედებების წყარო ცნობიერ აზრშია, ჩვეული ქმედებები ავტომატური ხდება და აზრი, რომელიც მათ მართავს ქვეცნობიერების სამეფოში გადადის. თუმცა იგი რჩება ასეთივე გონიერი, რათა ცნობიერმა გონებამ შეძლოს სხვა საქმეებით დაკავება. გააცნობიერებთ რა ამას, თქვენი პოვით ძალის წყაროს, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაუმკლავდეთ თქვენ ცხოვრებაში შექმნილ ნებისმიერ სიტუაციებს. შესავალი სრულდება იმით, რომ ავტორი გვახსენებს მეორე გაკვეთილში მოცემულ ინფორმაციას და ხაზს უსვამს იმის მნიშვნელოვანებას, რომ ქმედებები უნდა იყოს გამეორებული, რომ გადავიდეს ქვეცნობიერებაში და ტვინმა შეძლოს ჩვენგან დამოუკიდებლად ისარგებლოს იმ სწორი ქმედებებით, რომლებიც ჩვენ ჩავაშენეთ. შეგახსენებთ, წინა გაკვეთილში ჩვენ ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რატომ უნდა გავიმეოროთ ერთი და იგივე ქმედება რამდენჯერმე. ამით ხდება გონების გაწვრთნა, ინფორმაციის დასწავლა, რომელიც ჩვენ აუცილებლად გვჭირდება. და ამაზე მოვიყვანეთ ძალიან საინტერესო მაგალითი, როდესაც აკადემიის ერთ-ერთ მონაწილეს ამოუტივტივდა ესეთი რწმენა წარმოდგენა, რომ თუ გამდიდრდება, მას ყოველთვის მოთხოვენ ფულს ახლობლები. და სწორედ ეს წარმოდგენა უშლიდა ამ ადამიანს ხელს ფინანსური ნაკადის გაზრდაში. და ვისწავლეთ ისიც, რომ ჩვენი რწმენა წარმოდგენების საპირისპირო აფირმაციებს თუ ჩამოვაყალიბებთ,
და რაც შეიძლება ხშირად გავიმეორებთ მათ, ქვეცნობიერი გონებისთვის ის გახდება დასწავლული, გადავა ავტომატურ ქმედებაში და ტვინი გამოიყენებს მას უკვე როგორც დასწავლულ ინფორმაციას. სწორედ ამაზე გვეუბნება ავტორი, რომ ეს არის უდიდესი ძალის წყარო და ამის გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ გაუმკლავდეთ თქვენი ცხოვრების ნებისმიერ პრობლემას. ასე რომ თუ არ გინახავთ მეორე გაკვეთილი, აუცილებლად უყურეთ. ახლა კი დროა გადავიდეთ თეზისებზე. ცნობიერი და ქვეცნობიერი გონების აუცილებელი ურთიერთქმედება მოითხოვს შესაბამისი ნერვიული სისტემების მსგავს ურთიერთობებს. ეს ურთიერთქმედება შესანიშნავად აღწერა ტომას თროვარდმა. ცერებროსპინალური სისტემა ეს არის ცნობიერი გონების ორგანო, ხოლო სიმპათიკური ქვეცნობიერი გონების ორგანო. ცერებროსპინალური სისტემა ეს არის არხი, რომლისგანაც ვიღებთ ცნობიერ აღქმას ფიზიკური გრძნობებისგან და ვმართავთ სხეულის მოძრაობებს. ამ ნერვიული სისტემის ცენტრი არის თავის ტვინი. სიმპათიკური სისტემის ცენტრი არის მზის წნული, ეს არის აზრობრივი ქმედების არხი, რომელიც ქვეცნობიერად მხარს უჭერს სხეულის სასიცოცხლო ფუნქციებს. კავშირი ორ სისტემას შორის ხორციელდება მოხეტიალე ნერვის მეშვეობით, რომელიც გადის თავის ტვინის სფეროდან გულმკერდამდე და შემდეგ მისი ტოტები გულისკენ და ფილტვებისკენ მიემართებიან და ბოლოს დიაფრაგმის გავლისას ის კარგავს თავის გარსს და უერთდება სიმპათიკურ ნერვიულ სისტემას. სწორედ ამ დროს ის აერთებს ორივე სისტემას, ანუ გონებასა და მზის წყლს და ადამიანს ქმნის ფიზიკურად ერთიან არსებად. შეიძლება ცოტა რთული გასაგები იყოს, მე ვფიქრობ, რომ ამდენი თეორიაც არ არის საჭირო, უფრო მარტივად რო გითხრათ, ჩვენ ვიცით, რომ ცნობიერი გონების ორგანო არის ტვინი, ქვეცნობიერის კიდევ მზის წნული, რომელიც კუჭის უკან მდებარეობს. ხოლო მათ შორის კავშირი ხორციელდება მოხეტიალე ნერვის დახმარებით და ამ კავშირით ადამიანი როგორც არსება ხდება ერთიანი. ამ ყველაფერს ავტორი იმიტომ გვიხსნის, რომ ჩვენ კარგად გავიაზროთ თუ რატომ აქვს აზრის ძალას ასეთი დიდი მნიშვნელობა. ჩვენ დავინახეთ, რომ ყოველი აზრი მიიღება ტვინის ცნობიერი ორგანოს მიერ, აქ იგი მიეცემა განსჯას და როდესაც ობიექტური გონება დაკმაყოფილებულია, ის გადადის მზის წნულში, ანუ სუბიექტურ ტვინში, რათა მან შეიტანოს ჩვენს ძვალ რბილში, შევიდეს სამყაროში, როგორც რეალობა. ეხლა ის ვეღარ იქნება შეპასუხების საგანი. ახლა ეს უფრო მარტივი ადამიანური ენით როგორ ავხსნათ. ესე იგი, დავინახე ლიმონი პირველად, გავსინჯე, შევაფასე, ანუ ტვინმა გააკეთა ეს ყველაფერი, შეაფასა, რომ ეს არის მჟავე, დაიმახსოვრა ეს ინფორმაცია და გადაეცა ქვეცნობიერს. რამდენჯერმე რომ მოხდა ეს ფაქტი, ანუ ბევრჯერ შევაფასე ლიმონი, ტვინმა დაიმახსოვრა და ყველა დამახსოვრებული ინფორმაცია გადავიდა ქვეცნობიერ გონებაში. ამის შემდეგ უკვე ადამიანს აღარ სჭირდება ლიმონის დანახვა, საკმარისია მან წარმოედგინოს როგორ კბეჭს ლიმონს და მთელს ტანში სიმჟავის შეგრძნება დაუვლის. სწორედ ასე მუშაობს ცნობიერი და ქვეცნობიერი გონება, როგორც ერთი სისტემა. ახლა იწყება ჩემთვის ყველაზე საინტერესო. მზის წნულს უწოდებენ სხეულის მზეს, რადგანაც ეს ენერგიის გადანაწილების ცენტრალური პუნქტია, რომელსაც სხეული მუდმივად ქმნის. ეს ძალიან რეალური ენერგიაა და ეს მზე ასევე ძალიან რეალურია. ენერგია ვრცელდება ძალიან რეალური ნერვებით სხეულის ყველა ნაწილში და ატმოსფეროშიც კი იტყორცნება, რომელიც სხეულს გარს ეხვევა. თუ ეს გამოსხივება საკმარისად ძლიერია, ადამიანს მიმზიდველს უწოდებენ. მასზე ამბობენ, რომ ძლიერი პირადი მაგნეტიზმი აქვს. ასეთ ადამიანებს უდიდესი ძალა აქვთ. ხშირად მათი მხოლოდ ყოფნა ამშვიდებს დაბინდულ ტვინებს. ესე იგი, გადავედით მზის წნულზე და მის ჩადოსნურ ძალაზე. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია ეს მზის წნული და მისი გამოყენება და მოგიყვებით ასევე როგორ გამოვიყენე ის მე ცხოვრებაში. როგორც თქვით, მზის წნულს უწოდებენ სხეულის მზეს და ის მდებარეობს სადღაც აქ, აი კუჭის უკანა ნაწილში. და მას ეს სახელი იმიტომ ჰქვია, რომ ნამდვილად გავს რეალურ მზეს. ის გამოასხივებს ენერგიას, რომელიც სხეულის ყველა წერტილში მიდის და სხეულის გარეთაც გამოდის. თუ გინახავთ ისეთი ადამიანები, რომლებიც ოთახში როგორც კი შემოვლენ, რაღაცნაირი ენერგიით ავსებენ სივრცეს. სწორედ ასეთ ადამიანებს აქვთ მზის წნული კარგად განვითარებული.
მზის წნული თავის მხრივ ადამიანის აურასაც ქმნის. და მე ახლა მოგიყვებით, როგორ ვისწავლე მზის წნულის მექანიკური ჩართვა და მისი გამოყენება. როგორც ვიცით, მზის წნული ასხივებს ენერგიას მაშინ, როდესაც ჩვენი აზრები პოზიტიურია, შეგრძნებებიც გვაქვს დადებითი და განწყობაც ამაღლებული. როდესაც გავიგე, რომ მზის წნულის განზრახ ნათება არის შესაძლებელი, კი არა და აუცილებელი იმისთვის, რომ ნეგატივიდან პოზიტივში გადავიდე, იმ დროს იყო COVID პანდემია, მე ვმუშაობ მერვე საჯარო სკოლაში და მასწავლებლები რიგრიგობით ვდგებოდით სკოლის ჭიშკართან და მოსწავლეებს შემოსვლის დროს ვუზომავდით სიცხეს. ყველა დაწესებულებაში იყო ასეთი რაღაცნაირი თერმომეტრი იარაღის ფორმის, შუბლზე დაწკაპუნებით გავიგებდით ქონდა თუ არა ადამიანს სიცხე. და როდესაც ბავშვი მომიახლოვდებოდა და სიცხეს ვუზომავდი, ამ დროს გონებით ვამბობდი რაღაც სასიამოვნო სიტყვებს, ვლოცავდი მათ, უსურვებდი ბედნიერ მომავალს, მაგრამ ამ ფრაზებს ხმამაღლა არ ვამბობდი, აი ესე იყო დაახლოებით, ღმერთმა გაგზარდოს ბედნიერი ცხოვრება მოგცეს, იყავი ჯანმრთელი. მოკლედ, მთელი გულით და ემოციით ამ კეთილ სიტყვებს ასე ვანაწილებდი. ვინც არ უნდა შემოსულიყო, ხან მასწავლებელი შემოდიოდა, ხან ბავშვები, ხან უფროსები, ხან პატარები, მოკლედ, ვინც კი მოხვდებოდა ჩემს რიგში, ყველას ესეთ კეთილ სიტყვებს ვუგზავნიდი. და თქვენ წარმოედგინეთ, ამან ძალიან დადებითად იმოქმედა ჩემზე. პირველად რომ ეს დავაპრაქტიკე, იმავე დღეს ვიგრძენის ხელში დადებითი ემოციები. თითქოს ენერგიით ავისე და რაღაცნაირი პოზიტიური გავხდი. ეს პროცესი გრძელდებოდა დაახლოებით 1 თვის განმავლობაში და მეც ყოველთვის სიხარულით მივდიოდი და ამ ბავშვებს მოკლედ სიცხეს ვუზომავდი. ამის შესახებ მხოლოდ აკადემიის მონაწილეებმა იციან და მინდა გითხრათ, რომ ჩემს შემთხვევაში ძალიან მაგარი შედეგი ჰქონდა ამას. მთელი სხეული ამევსო სასიცოცხლო ენერგიით, გავხდი ენერგიული, პოზიტიური. შემდეგ სხვათა შორის კოლეგები მეუბნებოდნენ ხოლმე, რაღაცნაირი სინათლე გაქვსო, რაღაცნაირად ანათებ თითქოსო. მე კი ვიცოდი რა სინათლე იყო ეს, მაგრამ ამის შესახებ ნამდვილად არავისთვის არაფერი არ ამიხსნია. იმ მომენტში მეც მოსწავლე ვიყავი და მეც ვაპრაქტიკებდი. ახლა კი უკვე თამამად შემიძლია თქვენს გაგიზიაროთ, ეს ძალიან საინტერესო პრაქტიკა. მართალია ახლა ჩვენ სიცხეს არავის არ ვუზომავთ, მაგრამ როდესაც მოძრაობთ ქუჩაში, შეგიძლიათ ნებისმიერ შემოხვედრ ადამიანს გაუგზავნოთ ესეთი პოზიტიური სიტყვები და უბრალოდ დააკვირდეთ, რამხელა ენერგიას შემოგიტანთ ეს. ეს თითქოს მარტივი პრაქტიკა, ნახეთ, რამდენ რაღაცას აკეთებს. პირველი ის, რომ თქვენ ყურადღებით ხართ და ელოდებით შემოხვედრს. ამ დროს, როდესაც რაღაცას აქცევთ ყურადღებას, ნეგატიური ფიქრები ფიზიკურად ვერ იარსებებენ, რადგან ერთდროულად პოზიტივი და ნეგატივი ვერ იქნება. შემდეგ ყველა შემოხვედრს თუ უგზავნით ამ სასიამოვნო სიტყვებსა და ემოციებს, თქვენ ძალიან დიდ სიკეთეს გაცემთ, რადგან ყველა გაცემა უდრის ორმაგ მიღებას, თქვენ ამ სიკეთის გაცემით აუცილებლად უკან დაგიბრუნდებათ დადებითი ენერგიები და ეს აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. ვფიქრობ, სწორედ ამის მიზეზი არის ის, რომ მე არასოდეს ავად არ ხვდები. ალბათ ნაკლებად ახსოვთ ადამიანებს ჩემი გაციება გრიპიან ვირუსი. ეს პრაქტიკა არის ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი, ნამდვილად ყველა ადამიანს, ვინც კი შემხვდება ქუჩაში ვუგზავნი დადებით ემოციებს, ხანდახან არის შემთხვევა, როდესაც არ მახსენდება ამ პრაქტიკის შესახებ, მაგრამ ვცდილობ ხშირად გავიხსენო, რადგან ვიცი, ეს დიდ საციცოცხლო ენერგიებს მომიტანს და გაცემული სიკეთე მე ორმაგად დამიბრუნდება. ასე რომ გამოიყენეთ თქვენც. ახლა კი გავაგრძელოთ კვლავ თეზისები. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ვისაც გაინტერესებთ ამ წიგნის წაკითხვა, შეგიძლიათ მოგწეროთ და გამოგიგზავნოთ მის PDF ვერსიას. ასევე ჩვენ გვაქვს კურსები, სადაც წიგნს უფრო დეტალურად და ღრმად განვიხილავთ. შეგიძლიათ გადმოხვიდეთ ჩვენს Instagram და Facebook გვერდებზე, მიწეროთ აკადემიას და კურსის შესახებ დეტალებს აუცილებლად გამოგიგზავნიან. გარდა იმისა, რომ კურსზე სრულფასოვნად განიხილავთ წიგნს, კიდევ გაქვთ შესაძლებლობა, რომ გაიაროთ პირადი მენტორინგი ჩემთან, რომელიც თავის მხრივ მოიცავს პირად კონსულტაციებს, ჯგუფურ შეხვედრებს, ბევრ ფსიქოთერაპიულ ტექნიკებს, სამოტივაციო შეტყობინებებს და ასე შემდეგ. გადადით ჩვენს გვერდზე და ნახეთ უბრალოდ როგორი შედეგები აქვს აკადემიას. მე ამით ნამდვილად ვამაყობ.
გავაგრძელოთ თეზისები მზის წნულზე და მისი გამოსხივების მნიშვნელობაზე ვსაუბრობდით. ვთქვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ვასწავლოთ მზის წნულს გამოსხივება, მაგრამ ისიც უნდა განვიხილოთ, რა ხდება მაშინ, როცა ეს გამოსხივება წყდება. თუ ეს გამოსხივება რაღაცის გამო წყდება, ჩვენი შეგრძნებები უსიამოვნოები ხდებიან, სიცოცხლისა და ენერგიის მოდინება სხეულის სხვადასხვა ნაწილებთან წყდება და ეს არის სწორედ ნებისმიერი დაავადების მიზეზი. ესე იგი, თუ მზის წნული არ ანათებს, ის ვერ აწვდის ენერგიას სხეულის სხვადასხვა უჯრედებს, ანუ არ ყოფნის ძალა, რომ სხეულის ყველა წერტილთან შევიდეს და სწორედ ამის გამო ჩნდება ძალიან ბევრი დაავადებები ადამიანების ცხოვრებაში. სხვათა შორის, სანამ დაავადება გამოვლინდება, ანუ ფიზიკურად სანამ ადამიანს დაეტყობა, რომ ავად არის, ის ენერგეტიკულ დონეზე უკვე დიდი ხანია არსებობდა და სწორედ მზის წნულის შეფერხებული მუშაობის შედეგად ხდება ამ დაავადებების წარმოშობა. ასე რომ, თუ გაქვთ რაღაცა ჯანმრთელობის პრობლემა, დაფიქრდით, ხომ არ არის ეს გამოწვეული იმისგან, რომ თქვენი მზის წნული საკმარისად კარგად არ ანათებს. მზის წნული არის ადგილი, სადაც ნაწილი უერთდება თელს. სასრული ხდება უსასრულო, უქმნელი ხდება ქმნილი. სამყაროსეული კიდევ ხდება ინდივიდუალიზირებული, უხილავი კი ხილული. ეს არის ადგილი, რომელშიც სიცოცხლე ჩნდება და სიცოცხლო ენერგია, რომლის გენერირებაც ადამიანს საკუთარი მზის წნულიდან შეუძლია. ეს ენერგეტიკული ცენტრი ყოვლისშემძლეა, რამდენადაც ეს არის მთელ სიცოცხლესთან, მთელს გონებასთან კონტაქტის ადგილი. და ამიტომ მას შეუძლია იმის შესრულება, რასაც უბრძანებენ და მასში იმყოფება ცნობიერი გონების ძალა. ქვეცნობიერებას შეუძლია და განახორციელებს კიდეც იმ გეგმებსა და იდეებს, რომელსაც ცნობიერი გონება მას შესთავაზებს. მას შესადამე ცხადია, რომ ჩვენგან მხოლოდ მოითხოვება ჩვენ სინათლეს მივცეთ კაშკაშის უფლება. რაც უფრო მეტი ენერგიის გამოსხივება შეგვიძლია, მით უფრო სწრაფად შევძლებთ არასასურველი მდგომარეობების გადაქცევას სიამოვნებისა და მოგების წყაროდ. ასევე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ როგორ მივცეთ ამ სინათლეს კაშკაშის უფლება, როგორ შევქმნათ ეს ენერგია. არასაწინააღმდეგო აზრი აფართოებს მზის წნულს, საწინააღმდეგო აზრი კი მას კუმშავს. სასიამოვნო აზრი აფართოებს, არასასიამოვნო კუმშავს. სიმამაცის, ძალის, დარწმუნებულობის და იმედის შესახებ აზრები ქმნიან შესაბამის მდგომარეობებს და მზის წნული კარგად ანათებს. თუმცა მზის წნულს ყავს ერთი მოსისხლე მტერი, რომელიც მთლიანად უნდა განადგურდეს, რათა ზოგადად გახდეს შესაძლებელი მისი კაშკაში. და ეს მტერი არის შიში. ესე იგი, ვთქვით, რომ მზის წნული არის ენერგეტიკული ცენტრი, ის არის ყოვლისშემძლე და ის არის ენერგიის გადანაწილების წყარო. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მზის წნულს მივცეთ კაშკაშის უფლება. მე მახსენდება ფრაზა, ყველა ადამიანში არის მზე, ოღონდ მიეცი უფლება, რომ იკაშკაშოს. მე მგონი ყველა ბავშვში არის მზე, ესე არის ნათქვამი, თუმცა ყველა ადამიანში არის მზე, მაგრამ ჩვენ თვითონ ვკეტავთ ამ მზის წნულის მუშაობას და არ ვაძლევთ მას კაშკაშის უფლებას. დღეიდან თქვენი დავალებაა ისწავლოთ თქვენი მზის ცნობიერი გამოყენება და მისცეთ მას კაშკაშის უფლება. როგორც უკვე წავიკითხე, ეს მზე ასხივებს ენერგიას მაშინ, როდესაც თქვენი აზრები არის იმედზე, რწმენაზე, უშიშარობაზე. ასევე ისიც ვთქვით, რომ მზის წნულს ყავს ერთადერთი მტერი და ეს მტერი არის შიში და ის სრულიად უნდა განადგურდეს. ავტორი შიშს უწოდებს პირად ეშმაკს. სწორედ ეს არის პირადი ეშმაკი, რომელიც აიძულებს ადამიანს, რომ ეშინოდეთ წარსულის, ეშინოდეთ აწმყოს და ეშინოდეთ მომავლის. ეშინოდეთ საკუთარი თავის, საკუთარი მეგობრების, მტრების, ეშინოდეთ ყველასი და ყველაფრის. და როცა შიში წარმატებით და მთლიანად იქნება დაძლეული, თქვენი სინათლე სრულიად აკაშკაშდება. ღრუბლები გაიფანტება და თქვენ მოიპოვებთ ძალას. და მართლაც ასე არ არის, ჩვენ გვეშინია ყველაფრის, გვეშინია მომავლის, რა მოხდება ხვალ, როგორ შეიძლება შეიცვალოს სამყაროში მდგომარეობა. გვეშინია ასევე ახლანდელის, ხომ არ გვღალატობენ, ხომ არ გვატყუებენ, ხომ არ ეგოისტობენ, ხომ არ გვპარავენ. გვეშინია ასევე წარსულის, ხომ არ გაიგებენ, ხომ არ იპოვიან, ჩემზე ცუდად ხომ არ იფიქრებენ. გვეშინია საკუთარი თავის, გვეშინია მეგობრების, გვეშინია მტრების და გვეშინია ყველაფრის.
და ჩვენ ეს შიშები აბსოლუტურად უნდა მოვსპოთ. და ამას შევძლებთ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე მუშაობით. ერთად ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ ამას დამერწმუნეთ, მართლაც შევძლებთ. ვაგრძელებთ თეზისების კითხვას და ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი აქვს ავტორს, წაგიკითხავთ. ამ ცოდნის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ამ ინფორმაციის პრაქტიკაში გამოყენებით. ჩვენ შეგვიძლია რაღაცის სწავლა მხოლოდ რაღაცის კეთებით. ასე იძენს ათლეტი ძალას ვარჯიშზე. რატომ არის ახლა ეს თეზისი მნიშვნელოვანი? გავიგეთ რაღაცა ინფორმაცია, მოვისმინეთ, წავიკითხეთ, მაგრამ თუ ჩვენ ამას ცხოვრებაში არ დავნერგავთ, ამ ცოდნას აბსოლუტურად ეკარგება ძალა. ცოდნა თავის თავს ვერ იყენებს. ის ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში და რაღაცის სწავლა ხდება მხოლოდ და მხოლოდ რაღაცის კეთებით. ნებისმიერი ცოდნა, რომელსაც არ ვიყენებთ, არის მივიწყებული და მასთან ერთად უსარგებლო. თქვენ უკვე გაიგეთ, რომ ქვეცნობიერება გონიერია, აქვს შემოქმედობითობის უნარი და ეხმაურება ცნობიერი გონების ნებას. მას შესადამე, რომელია სასურველის ზემოქმედების მოხდენის ყველაზე ბუნებრივი ხერხი, აზრობრივად კონცენტრირება თქვენი სურვილის ობიექტზე. კონცენტრირებისას თქვენ ზემოქმედებთ ქვეცნობიერებაზე. ეს არ არის ერთადერთი, მაგრამ ყველაზე მარტივი და ეფექტიანი გზაა. ყველაზე პირდაპირიც. შესაბამისად, ყველაზე საუკეთესო შედეგების მომცემი. ეს ხერხი იძლევა ისეთ არაჩვეულებრივ შედეგებს, რომ ბევრს ეჩვენება თითქოს სასწაულები ხდება. ავტორი გვასწავლის კიდევ ერთ პრაქტიკას, როგორ მოვახდინოთ ზემოქმედება ჩვენს მზის წნულზე, როგორ მივცეთ მას უფლება იკაშკაშოს და ეს ასე ჟღერს აზრობრივად კონცენტრირება თქვენი სურვილის ობიექტზე. ანუ უნდა გავაანალიზოთ რა გვს სურს და შემდეგ დავიწყოთ ამ სურვილზე კონცენტრაცია. რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანი სურვილი იქნება პოზიტიური, ხო? ეხლა არავის არ უნდა რაიმე ნეგატიური ისურვოს. მე ასე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში. ვიღაცას უნდა რომ სახლი იყიდოს, ვიღაცას უნდა შვილი გაუჩნდეს, ვიღაცას უნდა კარგი ქორწილი ქონდეს და ასე შემდეგ. ნუ ყველასთვის ინდივიდუალურია. ესე იგი, როგორ უნდა ავანთოთ ჩვენი მზე? განვსაზღვროთ რა გვინდა და კონცენტრირდეთ მასზე, ანუ წარმოვიდგინოთ ეს ჩვენი სურვილი, რაც შეიძლება მკაფიოდ და ნათლად. თვალდახუჭულ მდგომარეობაში. როდესაც ჩვენ სასურველს წარმოვიდგენთ როგორც ფილმის სცენარს, ჩვენი სხეული აივსება იმ ემოციებით, რომელიც ასრულებულ სურვილს ახლავს თან. სახეზე შეიძლება ღიმილიც კი აღგებეჭდოთ, როდესაც თქვენს ოცნებას წარმოვიდგენთ, იმიტომ რომ ამ დროს სასიამოვნო განცდებში ხართ. ხო და სწორედ შეგიძლიათ გააკეთოთ ეს პრაქტიკა, ყოველ დღე დახუჭეთ თვალი და წარმოვიდგინეთ თქვენი ცხოვრების ყველაზე სასიამოვნო სცენარი და დატკბით მისი ყურებით. განა უფრო სასარგებლო არ არის თქვენი ცხოვრების სასიამოვნო სცენარს უყუროთ. თუ გირჩევნიათ TikTok-ი და Facebook-ი და Instagram-ი სკროლოთ. თუმცა ორივე ერთადაც არის შესაძლებელი. მაგრამ ჩემი აზრით ყველაზე სასარგებლოა შენი ცხოვრების საუკეთესო სცენარი წარმოედგინო, თან რაც შეიძლება ხშირად, მკაფიოდ და მთელი ემოციით. მაშასე ახლა კი დროა გადავიდეთ ნომერ მესამე სავარჯიშოზე, რომელიც როგორც გითხარით, უნდა შეასრულოთ 7 დღის განმავლობაში. ვარჯიშის ხანგრძლივობა არის 15 წუთი, კეთდება მჯდომარე პოზიციაში და თვალდახუჭული. ახლა კი წავიკითხოთ პირობა. ამ კვირაში ვარჯიშის სახით გთხოვთ წადით ერთი ნაბიჯით წინ. მე მინდა რომ თქვენ იყოთ არა მხოლოდ სრულიად უძრავი და ყველა აზრს აკავებდეთ, არამედ რამდენადაც შესაძლებელია მოდუნდით კიდეც. გაათავისუფლეთ საკუთარი თავი, მოიყვანეთ კუნთები ჩვეულებრივ მდგომარეობაში. ეს ნერვებს გაათავისუფლებს წნევისგან, აღმოფხვრის დაძაბულობას, რომლებსაც ასე ხშირად მივყავართ ფიზიკურ დაღლილობამდე. ფიზიკური მოდუნება ეს ნებისყოფის თვითნებური და ძალიან სასარგებლო სავარჯიშოა, რადგან სისხლს აძლევს თავისუფლად ცირკულირების საშუალებას ტვინსა და სხეულს შორის. ესე იგი, ამ კვირაში თქვენ გაქვთ მოდუნების სავარჯიშო. უნდა დახუჭოთ თვალი და მთელი სხეული უნდა მოადუნოთ. ავტორი გვიწერს, რომ მოდუნება ძალიან სასარგებლოა ჩვენი ფიზიკური სხეულისთვის. ის აძლევს საშუალებას სისხლს თავისუფლად იმოძრაობს ტვინსა და სხეულს შორის, გიხსნით დაძაბულობას და გმატებთ ენერგიას. ესე იგი, როგორ ვაკეთებთ ტექნიკურად? ხუჭავთ თვალს, ვიწყებთ ფეხის თითებიდან. თითქოს აზრობრივად შევდივართ ფეხის თითებში და ვადუნებთ მათ.
შემდეგ მოვდივართ ფეხებში, წვივებს ვადუნებთ, შემდეგ ამოვდივართ უფრო ზემოთ, რაც შეიძლება ნელად, ფაქიზად და მშვიდად, შევდივართ აზრობრივი თვალით მუხლებში, ვადუნებთ მათ, შემდეგ ამოვდივართ კიდევ უფრო ზემოთ, ბარძაყებში შევდივართ აზრობრივად და ვადუნებთ მათ, შემდეგ მუცლის ღრუში შევდივართ, რაც შეიძლება ნელა, შიგნიდან დავათვალიეროთ ჩვენი სხეული, შევიგრძნოთ ყველა ორგანო და მოვადუნოთ ისინი. შემდეგ ამოვიდეთ კიდევ უფრო ზემოთ, მოვადუნოთ მკერდი, ჩამოუშვათ დაძაბული მხრები, შევიდეთ ხელებში, მოვადუნოთ ხელის თითებიც, შემდეგ შევიდეთ კისერში, მოვადუნოთ კისერიც, დავამშვიდოთ ყველაფერი. შემდეგ შევიდეთ სახეში, მოვადუნოთ აი ეს შუბლის ნაწილი, რომელიც ჩემ შემთხვევაში სულ მოჭიმული იყო. მოვადუნოთ ტუჩები, პირი ოდნავ შევაღოთ, ენა დავასვენოთ, მოვადუნოთ ყველაფერი. შევიდეთ თავში, ვიგრძნოთ ტვინი, როგორც ორგანო სად არის. მოვადუნოთ ის. შევიგრძნოთ თავის ქალა. მოვადუნოთ თავის ქალაც. ახსნის პროცესში მთელი სხეული მოვადუნე. მე სავარჯიშო ძალიან ბევრჯერ მაქვს გაკეთებული და ძალიან მიყვარს. ეს არის საბაზისო სავარჯიშო. ყველა მომდევნო სავარჯიშო იწყება ამ მოდუნების პრაქტიკით. ამიტომ ძალიან გთხოვთ, მთელი გულისყურით შეასრულეთ ის, მიიღეთ მაქსიმალური სიამოვნება ამ მოდუნებული სხეულისგან, დატკბით მთელი სხეულის, როგორც სისტემის ერთიანობით. მე კიდევ გემშვიდობებით, მომავალ კვირაში შევხვდებით მეოთხე გაკვეთილით. და თუ თქვენ მოგწონთ ჩვენი გაკვეთილები, აუცილებლად დაგვიწერეთ კომენტარები, გააზიარეთ ჩვენი YouTube არხი და შემოგვიერთდით სხვა სოციალურ ქსელებში. დიდი მადლობა!